უკვე გითხრეს, რომ Facebook-ზე ორგანული ჩართულობა მკვდარია. არ დაიჭიროთ. მაშინ, როდესაც ჩვენი პოსტები ვერ აღწევს ორგანულ ჩართულობას, შეიძლება გაგიჩნდეს განცდა, რომ თუ ფული არ დახარჯე რეკლამაში, ორგანული ჩართულობის მიღწევა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ეს მითია. მოდი მაშინ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება სინამდვილეში. 2024 წლის მონაცემებით გვერდის პოსტების საშუალო მიღწევადობა გვერდის გამომწერების მხოლოდ 1.37% იყო, ხოლო ჩართულობა 0.2%. ალბათ დამეთანხმებით, ეს საკმაოდ მცირე რიცხვებია. პირველ რიგში ვთქვათ, რომ Facebook-ს თავის წესები აქვს. Facebook ბიზნესისთვის არ არის უფასო პლატფორმა. ის ცდილობს, რომ მაქსიმალურად მიაჩვიოს ბიზნესი რეკლამის გამოყენებას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ორგანული ჩართულობა მთლიანად კვდება. უბრალოდ საჭიროა მოვერგოთ იმ თამაშის წესებს, რომელსაც Facebook-ი გვთავაზობს ორგანული ჩართულობის გასაზრდელად. აქ ჩდება კითხვა. როგორ მუშაობს Facebook-ის ალგორითმი? მაშინ რა არის წარმატების საიდუმლო? ახლავე კითხვი, ყურადღებით მომისმინეთ. როგორც კი პოსტს განვათავსებთ Facebook-ზე, ის ბრძოლაში შედის, რომ ახალი მომხმარებლის ფიდზე მოხვდეს. Facebook-ი ამას 3 კრიტერიუმით წყვეტს. ყველაზე მნიშვნელოვანია პირველი 30-60 წუთი. თუ ჩვენ პირველი 1 საათის განმავლობაში არ დავაგროვებთ ჩართულობას, როგორიც არის გაზიარება, მოწონებები და კომენტარები, ის უბრალოდ გაქრება ფიდიდან. კომენტარები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მოწონებები. თუ პოსტი იწვევს დისკუსიას, Facebook-ი მას საინტერესოდ მიიჩნევს და მეტ აუდიტორიას აჩვენებს. ვიდეო კონტენტი პრიორიტეტულია, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ მას ბოლომდე უყურებთ. ნახვა მხოლოდ მაშინ ითვლება ღირებულად, თუ ვიდეოს რეალურად უყურებენ და რაიმე ტიპის რეაგირებას გამოხატავენ. ახლა ჩდება კითხვა, როგორ გავხოდოთ პოსტები უფრო ჩართულობითი და ხილვადი Facebook feed-ზე. პირველი 3 წამის წესი. დღეს მომხმარებელი მხოლოდ 2-3 წამში წყვეტს, გაჩერდეს თუ არა კონკრეტულ პოსტზე. ამიტომ გააკეთე ძლიერი შესავალი. ნაცვლად იმისა, რომ თქვა, დღეს ვისაუბრებ Facebook-ის ალგორითმზე, დაიწყე ასე. მიფიქრია, რატომ არ ხედავენ შენს პოსტებს შენი გამომწერები. აი რეალური მიზეზი. ვიდეოში გამოიყენე მკვეთრი ტექსტური სათაურები და დინამიური კადრები. ადამიანები სწრაფად სკროლავენ და მათ გაჩერების გარეშეც უნდა გაიგონ თუ რაზეა ვიდეო კონტენტი. მოწოდება მოქმედებისკენ. გააქტიურე შენი აუდიტორია. როგორც უკვე აღნიშნეთ, Facebook-ი მოწონებებს ნაკლებ ყურადღებას აქცევს, თუმცა კომენტარები ძალიან ფასობს. ამიტომ შესთავაზე მომხმარებელს კომენტარების დაწერა შემდეგი ფორმატით. მაგალითად, შენ შეგთხოვია მსგავსი რამ. დაწერე კომენტარებში. ან მეთანხმები, მოდი ვისაუბროთ ამ საკითხზე. და რაც უნდა გვახსოვდეს, სჯობს მცირე აუდიტორიასთან მაღალი ჩართულობა, ვიდრე ფართო აუდიტორიასთან მინიმალური აქტივობა. როგორც უკვე ზემოთ აღნიშნეთ, კომენტარები და პირველი 60 წუთი შენი მთავარი იარაღია. ამიტომ დაწერე პირველი კომენტარი თავადვე. მოთაგე 1-2 ადამიანი, ვისაც ფიქრობ, რომ შეიძლება გიპასუხონ და ასევე სთხოვე გუნდის წევრებს, მეგობრებს და აქტიურ აუდიტორიას დაგიწერონ კომენტარი. ეს Facebook-ს სიგნალს გაუგზავნის, რომ შენი პოსტი საინტერესოა და მეტ ადამიანს აჩვენებს. გაიცანით თქვენი აუდიტორიას სიღრმისეულად და შესთავაზეთ მათ რელევანტური პოსტები. Facebook Insight-ი გაძლევს საშუალებას დეტალურად გაიცნოთ თქვენი აუდიტორიის ქცევა. რას გვიტყვის მაგალითად Facebook Insight-ი ჩვენს მომხმარებელზე? თუ რა მოსწონთ მათ, რაზეა კომენტარებენ და დღის რა პერიოდში არიან აქტიურები Facebook-ზე. ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც Facebook-ისთვის ვიდეო კონტენტს ვქნით. პირველი ეს არის სუბტიტრები. უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი დღეს Facebook-ზე ვიდეოებს უხმო რეჟიმში უყურებს, ხოლო ასევე ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი არ უყურებს ხანგრძლივ ვიდეოებს Facebook feed-ზე. შემდეგი რაც უნდა გვახსოვდეს, ეს არის Facebook ჯგუფები და პირადი პროფილი, რომელიც შენი ფარული ბონუსია. პირად პროფილზე გაზიარებული პოსტები საშუალოდ 30-40%-ით მეტ ჩართულობას აღწევს, ხოლო ბიზნეს გვერდიდან გაზიარებული პოსტები ჯობს გაზიარდეს თარგეტირებულ ჯგუფში, სადაც არსებობს რეალური ინტერესი. და ბოლოს, იცით რა სურს Facebook-ს ყველაზე მეტად, როდესაც პოსტს მომხმარებელი სხვა პლატფორმაზე გადაყავს. ამიტომ თუ ბმულის მითითება გინდათ პოსტში, ის არ მიუთითოთ პოსტის აღწერაში, არამედ მიუთითეთ პირველ კომენტარში. ეს ორმაგი მოგებაა, პოსტიც უკეთ ცვლდება და აუდიტორიაც მიდის იქ, სადაც გსურთ. თუ ბოლომდე მიყურე და ყველაფერს გაითვალისწინებ, შენ უკვე შეგიძლია გაზარდო ორგანული ჩართულობა. ამიტომ რაღაც ელოდები, სცადე და გაგვიზიარე შედეგი. და არც არხის გამოწერა დაგავიწყდეს, რადგან შევძლოთ კიდევ ბევრ ამაში დახმარება.